საღამოშვილობის მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა საგანგებო განცხადებით მოგმართოთ სულ ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელს, ყველა ქრისტიანს. ადამიანურად მინდა თუ ვინმეში რაიმე ქართული არის დარჩენილი, შემორჩენილი არის რაიმე ქართული მართლმადიდებლური, ქრისტიანული და ადამიანური შემორჩენილი გაქვთ, აი მინდა რომ მომისმინოთ ცოტა ხანი რა. მოკლედ, ხვალინდელ დღეს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს პედერასტიის, ჰომოსექსუალიზმის, რა ვიცი, LGBT პროპაგანდისა და სოროსის და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ თავზე მოხვეული კანონის ამოღებას. აი ამ სიტყვების, აი ამ ნაძირლური სიტყვების ამოღებას. რომელიც კარგად გახსოვთ ალბათ, შეტანილი იქნა ემზარკვიციანის მიერ და არ დაუკარგავ შრომას თავისთავად ზვიად ტომარაძესაც. რა მნიშვნელობა აქვს? ამ კანონის მოწინააღმდეგე არის მთელი ქართველი ერი. სრულიად, თავიდან ბოლომდე. რომელსაც სხვათა შორის მარტო ჩემ ვიდეოებზე ქონდა დაახლოებით 150,000 გაზიარება, ტაშისკვრა, ბრაო, გენაცვალე, კარგი ხართ, ასე შემდეგ. ხვალინდელ დღეს ამ კანონს დღეს იყო ალბათ ნახეთ ბევრმა. სესია იყო დღეს პარლამენტის სესია, სადაც აი ამ ნაძირალა, აი ამ უსინდისო ქალმა და უტიფარმა ქალმა თამარ ჩუგოშვილმა მოგვაყენა შეურაცხყოფა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, 97% ვინ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში. აი ამ ნაძირალა მიაყენა ჩვენ გრძნობებს, ჩვენ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ გრძნობებს შეურაცხყოფა ჩვენი პატრიარქი, გამოვიდა ისე რომ თურმე ქართველები თავისი რწმენით, თავისი ადათით, თავისი წესით, როგორც ეს კანონ პროექტი ითვალისწინებდა და ითვალისწინებს, თურმე ყოველდღიურად არღვევენ კანონს, თურმე დისკრიმინაციას უკეთებთ ჩვენ პიდარასტებს და ჯერ დააკვირდით როგორი ტონით საუბრობს ეს ნაძირალა, ეს მართლა სოროსის ვირთხა. აი როგორი ტონით ესაუბრება, მენტორული ტონით. ესაუბრება ემზარკვიციანს, რომელსაც ამდენი რამე აქვს ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული, ეს სოროსის ჩათლახი მართლა რა. 1000-ზე გადანახტომი და 1000 რომ გადაახტება, ახლა არ ვიცი რა, კიდე ზრდილობისკენ ვცდილობ თავი შევიკავო ნამდვილად, მაგრამ ადამიანი ვარ, მე თუ მაყენებენ შეურაცხყოფას, მეც მაქვს უფლება რომ შეურაცხყოფით უპასუხო, მით უმეტეს ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს იმსახურებს. მოკლედ, აი ამ უტიფარმა სოროსის ვირთხამ გამოვიდა, აი ამ უსინდისო ღორმა შეურაცხყოფით მოიხსენია ჩვენი პატრიარქი, ეკლესია, ჩვენი გრძნობები, ჩვენი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ერის გრძნობები და მენტორული ტონით იქ წაიკითხა რომ ასე ისაუბრეთ და ასე დისკრიმინაცია არ შეიძლება და მასე ესაუბრეთ დედაშენს სახში, გაიგე? დედაშენს ესაუბრე. და მასე ესაუბრე შენ გამზდელ სოროს. შემართლა სოროსის ვირთხა შენ. და მე მინდა გითხრათ ყველას, აი ჩემ მეგობრე ხაზს გადაგისვამ თუ ყველას აბსოლუტურად რა. ერთი სიტყვა ვინმე დაასვენებთ ბიძინა ივანიშვილზე კიდე კარგს რა ჩემთან. აი თამარ ჩუგოშვილი. აი ეს ბოდიში და მართლა ძუკანა ძაღლი რა სოროსის. აი ბიძინა ივანიშვილის ნამდვილი სახე. რაც აღდინა ბიძინა ივანიშვილმა, ეს იყო პედერასტების ოცნება, ეს იყო ნარკომანების ოცნება, ეს იყო აბსოლუტურად რაც ქართველ ერს ეზიზღება, მისი ოცნება. და ხვალ აი ეს ცვლილებას, რასაც მთელი ერი მოვითხოვდით და ხვალ და ზეგან ამას ერი არ მიიღებს, მაგრამ ესე არ ხდება მარტო რომ არ მივიღოთ. ამ ყველაფრისთვის ბრძოლაა საჭირო. და ამისთვის გაიმართება კენჭისყრა. და მე მქონდა საუბარი ემზარკვიციანთან, ის ჩემი მეგობარია, ვინც მიცნობ და ვინც ადევნებ ჩემ ლაივებს თავს, ემზარკვიციანი არის ჩემი მეგობარი. და ვაშკაცი კაცი და მაგალითის ადამიანი არის, სამშობლო როგორ უნდა დაიცვა. და მქონდა საუბარი დღეს მასთან, რომ ხვალ იქნება კენჭისყრა, არავინ არ იცის როდის იქნება ეს კენჭისყრა, შეიძლება დილის 9 საათზე ვერ დგებიან ესენი ლოგინიდან ეთყობა მთელი ღამე აქვს რომელიმე კლუბებში ნატანცავები გავლილი და ერთი სიტყვით ხვალ იქნება ეს ყველაფერი, შეიძლება დილასვე უყარონ კენჭი, რატო ხდება ამ ყველაფერზე ემზარკვიციანზე ამ ყველაფრის მიწერება, იმიტომ რომ ასე მოულოდნელ რეჟიმში ამ ყველაფრის ჩატარება. ნუ იქ ვიღაცაო იმაზე, რა ქვია, გააკრიტიკა კრიმინალური კოდექსი, რომელშიც ეს სიტყვა გამოდის, რომ ამ პიროვნების მიმართაა ეს დაპირისპირება, მაგრამ კარგი ემზარკვიციანი ამათ ეზიზღებათ და ამათ ეზიზღებათ ყველა ქართველი, ყველა ვაშკაცი, ყველა სამშობლოსთვის თავდადებული და მეომარი ვაშკაცი ადამიანი.
ეს 2 × 2 4-ია. კი ბატონო, 100 არის. მაგრამ ამ კანონის წინააღმდეგი ხო ხართ სულ ყველა. შეიძლება ბევრს მე არ მოგწონდეთ. არც ემზარკვიციანი არ მოგწონდეთ. არც ზვია ტომარაძე არ მოგწონდეთ. შეიძლება არავინ არ მოგწონდეთ ირგვლივ. და არც იმის იქეთ რა, ასე რომ ვთქვათ რა, არიან ადამიანები, ყველას თავისი შეხედულება აქვს, რომ ბიჭო, აი ესე გინდათ შვილები აცხოვროთ? აი ესეთი ზუკანა ჩუგოშვილის მიერ მიღებული კანონებით გინდათ აცხოვროთ ყველა? და ასე გინდათ იცხოვროთ? ეს იმდენად სულში ჩაფურთხება ქართველებს, რომელი კომუნისტები ამას გააკეთებდნენ, რომელი თურქები, რომელი ირანელები ამას გააკეთებდნენ. მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვისაც ელემენტარულად ქართული, ელემენტარული 1 გრამის სისხლი გაგაჩნიათ რა. ადამიანები ვართ, მესმის, ყველას რაღაცა თავისებური პრობლემები აქვს, მაგრამ არ არსებობს სხვანაირად ეს ყველაფერი უნდა გაერთიანდე იდეის მიმართ. უნდა დადგე ჭირის დღესავით რო გძულდეს ერთი მეორე იქ უნდა მოხვიდე და თუ სამშობლოში და სამშობლოს გასაკეთებელი უნდა გააკეთო. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რომელიც ამდენი ხანია ველოდები ამ ყველაფერს და ხვალ მე პირადად ჩემი უსაყვარლესი ადამიანი მყავს გარდაცვლილი და უნდა წავიდე, უნდა დაუმარხო, ქართველები ვართ. წესია, ადათია, უნდა დაუმარხო მიცვალებული და უკან უნდა გამოვბრუნდე. და მე ვერ შევძლებ უბრალოდ დილიდან საღამომდე იქ დავდგე, როდის იქნება ის. ჩემით ხო არ წდება ეს ქვეყანა. ყველგან ხო ვერ ვიქნებით ფიზიკურად. ან ყველგან სანდრო ბრეგაძე ხო არ იქნება, ან ყველგან ერმილე ნემსაძე ხო არ იქნება, ყველგან ხო მასში წარმომადგენელი, ყველგან ემზარკვიციანი ხო არ იქნება, თქვენც ხო ამ საზოგადოების შვილები ხართ. დაიწყეთ დილიდან მე მოგიწოდებთ ქართულ საზოგადოებას, ვისაც ქართულად გიძგერთ გული, ასევე მინდა ამ სასულიერო პირებსაც მიუმართო სხვათა შორის და არ ვიცი, გააკეთებენ ალბათ იმედია ხვალ განცხადებას და თავის სიტყვას იტყვიან. მაგრამ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, მე რომ ეჭხუბებით, თავისი მრევლს მინდა ასევე მოგმართოთ, რომლებიც 10,000-ობით ახართ. არსებული ეკლესიები მრევლით მოუწოდეთ თქვენ მრევლს მიბრძანდნენ ხვალ და დაიწყო საკუთარი საქართველო ასეთი მშვიდობიანი ფორმით მაინც საპროტესტო აქციით და აი ამ ნაძირალა ჩუგოშვილმა არათუ ბოდიში უნდა მოიხატოს ჩვენს მიმართ, ერის მიმართ, ქრისტიანი ადამიანების მიმართ. ამან საერთოდ უნდა ჩააბაროს მანდატი და საერთოდ უნდა იქნას წათრეული იქიდან საიდანაც წასაკრევია, მაგრამ ისი არ წაეთრევა ჩუგოშვილი იქიდან, როგორც ბიძინა ივანიშვილის ამ ცხვირპირში არ დაარტყამს ქართველი არის და არ გააგდებს იქიდან. ნუ გადაგვაყოლეთ მაგის მათხოვრებმა მართლა რა მაგის მიერ გაკეთებულ რამეს რა. ადამიანურად გეუბნებით სულ ყველას. ამოვიდა ყელში ყველაფერი. ნუ გინდათ მანდამაინც რომ 1 და 2 ადამიანის კისერზე გადაიაროს ამ ყველაფერმა. არ ხდება ასე. შვილები ხო ყავთ, მომავალი ხო გინდათ. ხო გინდათ რომ იცხოვრონ იმათმა ისეთ საქართველოში როგორშიც თუ თქვენს გინდათ ასეთი თქვენი დუმილი არის ხვალ დანაშაული. მე არ ვიცი დაახლოებით როდიდან იქნება კენჭისყრა, მაგრამ ხვალ იზორია თავდაცვის მინისტრი მოღალატე პირდაპირ ვიტყვი ქართველი ერის და ქართული შეიარაღებული ძალების იქაც იქნება. იქ ძალიან ბევრი დიდი ვირთხობები ხდება. ან დილას დაიწყებენ, ან საღამოს დაიწყებენ. მნიშვნელობა არ აქვს ამ ყველაფერს. დაახლოებით 12 საათისთვის ესენი გამოიფხიზლებენ, მოეთრევიან იქ და გააკეთებენ ალბათ თავის ხდომას ჩაატარებენ. და აი ამ რადიუსში დღის ინტერვალში ალბათ საღამომდე კენჭს უყრიან ამ ყველაფერს. ჩვენ თუ ვართ თავმოყარე ერი, ჩვენ თუ მართლა წამს ღმერთი და ჩვენ თუ მართლა გვეზიზღება ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, გამოდით ხალხო ამ Facebook-იდან, გადადევით ერთი დღით ყველაფერი და დადექით იქ. ადამიანურად გეუბნებით, მიცვალებულს დაუმარხავ და უკანვე ჩამოვბრუნდები. მე ქართველი კაცი ვარ და როდესაც ადამიანი ერთხელ იბადება და ერთხელ უნდა ვიყო. რა ვქნა, მეც მყავს ნათესავები, მტერი ბევრი მყავს, მოყვარეც მყავს და რა უნდა ვქნა? უნდა წავიდე, ჭირს ჭირი უნდა და ხილს ხილი უნდა და ქართველები ვარ და კარგად იცით, როდესაც მიცვალებულს ეხება საქმე, აქ ქართველი ადამიანისთვის ცოტა სპასამყარო იხსნება. უნდა ჩავიდე, დავაფასო ქვემო ქართლში და ჩამოვიდე აუცილებლად ვიქნებით თქვენ გვერდით და აუცილებლად იმას გავაკეთებ, მაგრამ ყველგან ყوار უნდა გამოჩნდე, რომ მანდამაინც მე და მოდით. თქვენ ხო ჩემნაირი ქართველები ხართ, თქვენ ხო ესეთი უბრალო ადამიანები ხართ, როგორებიც ხართ და როგორებიც ვართ სულ ყველა. გვიწევენ, გვიკეთებენ ამ ყველაფერს. მოგვიწიეს ეს ამას მომზადებული უნდა შევხვედროდით, მაგრამ აი ეს რეალობა დაგვახმედრეს წვირი. ხვალინდელი დღე, მე მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ეროვნულად მიგაჩნიათ თავი. შეიძლება გძულდეთ. გასიზღებოდეთ, კაცო, თუ გინდა თხის ღორი მეზახეთ თავიდან ბოლომდე თუ გინდათ. თუ თქვენში ეროვნული არის რა, ეს არც ჩემი თემის აწევა, არც იმის თემის აწევა.
თუ თქვენ ქართულად და ადამიანურად და კაცურად გიძგებთ გული და მართლა გიყვართ სამშობლო, მიდით და დადეკით ხვალ იქ. მოგიწოდებთ სუხველას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც ახართ, რომ ეს უსინდისობა არ შეარჩინოთ და არ შევარჩინოთ სუხველამ ერთად. და ჩუგოშვილებს, აი კოლექტიურ ჩუგოშვილებს, ნუ გავათახსირებიებთ ჩვენ სამშობლოს, ნუ გავარყნევიებთ ჩვენ შვილებს და ესა აპარტეიდი ხალხო. აპარტეიდი, რომელიც ამ სიტყვის მნიშვნელობა არის ის, რომ უმცირესობა ბატონობს უმრავლესობაზე. ბატონობენ ჩვენზე. ბატონობენ აბსოლუტურ უმრავლესობა მართლმადიდებელ ქრისტიანზე. ბატონობენ ეს ნაძირლები. ჩვენ თუ არ გვინდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, აი საქართველოს, აი საქართველო ახლა რა დღეშია, იცი? და ქართველობა? ყველამ კარგად იცით, ამაზე დიდი ჯვარი და ამაზე დიდი სიმძიმე არაფერი არა იყო მართლმადიდებელი ქართველი რა. დღეს დილას დავწერე პოსტი, მისი არ იყოს, რომ უნდა დაინგრეს სისტემა. მისი აი თავიდან ბოლომდე უნდა ჩამოინგრეს, აქ არა ნაცზე და ქოცზე. მთლიანად ეს ლიბერასტულ პედერასტული სისტემა უნდა დაინგრეს. ყველა მისი შემქმნელი, ყველა მისი მფარველი უნდა იქნას განადგურებული. განადგურ, როგორც გინდათ ისე მიიღეთ. გინდათ პირდაპირ, გინდა გადატანილი მნიშვნელობით. თუ ეს ხალხი არ განადგურდა, ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება. გინდა პოლიტიკური განადგურებით მიიღეთ, გინდა პირდაპირ განადგურებით. ორივე შემთხვევაში სხვა მომავალი ჩვენ არ აგვაქვს. ესენი ჩვენ არასდროს არ მოგცემენ შვილო და ჯობია ჩვენ უბრალოდ ქართველებმა ვისწავლოთ ბრძოლა. ვისწავლოთ ბრძოლა ჩვენი თავისთვის, ჩვენი სამშობლოს შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ხვალ ხდება ეს ყველაფერი. კაცო, მე მინდა სასულიერო პირებს მიმართოთ, რომლებიც არ ახართ, ნუ თუ არავინ არ ახართ ჩახედილი ამდენი მრევლი მირეკავთ რაღაც გაუგებრობაზე, გადაეცით თქვენ სასულიერო პირებს. დარეკეთ ბატონო, მოიყვანეთ, ხვალ არის კენჭისყრა. აი ასე მოულოდნელობაში ჩააგდეს ქართული საზოგადოება, რომ მოდუნებული იყოს, სულ რომ ამათმა ჩუმად ეს ყველაფერი გაატარო. პიდარასტების გავს უკეთსაც ჩამოიკიდებენ კისერზე. თქვენ შვილებსაც გარყვნიან, თქვენ მომავალსაც გაათახსირებენ, საქართველოსაც გადააგვარებენ და ამაში ჩემოკარგებო. ამაში ჩემოკარგებო, დიდ პრემიას აიღებენ და ამათთვის საქართველოს სამშობლო არა. ამათთვის საქართველო არის ქვეყანა, სადაც კორპორაცია, სადაც ჩამოდიან, იმუშავებენ, ფულს იშოვიან, სულში ჩაგაფურთხებენ და მერე მამიჩემის მამასთან წაეკრევიან ისევეც რა. ვინ ჩემი ფეხები არის ჩუგოშვილი? საერთოდ რა გაუკეთებია მისი ქვეყნისთვის? რა გაუკეთებია? ერთი სოროსის ვირთხა, გაიზარდა აქ სავირთხეში, წაეთრია იქ დასავლეთში, იქ გამოიბრძმე და კარგი დაბრუნდა აქ და შვილებს გირყვნით, მომავალს გირყვნით, რელიგიას შეურაცხყოფას აყენებს, სულში გაფურთხებ ყველას ჩემი თამადობით და ჩემი სახით. ყველა ჩვენ ვზივართ და ჩუმად ვართ, ვაიმე და რა გვეშველება. ჩვენ თუ ბრძოლა არ ვისწავლეთ. ბრძოლა მარტო სისხლიანი ხო არა კაცო? არსებობს მშვიდობიანი ჰიბრიდული ომი, აი ეს გონებრივი დეგრადირების მომენტი ყველაზე მეტი საშინელება არის. ხო და გამოდით, თქვენ აი დედამამის შვილებო, გამოცდით ამ თქვენ სახლებს. აი იქ არის პარლამენტი, რა გინდათ რომელიმეს მოთავე და ლიდერი. გამოდით დააფიქსირეთ თქვენი აზრი. მოდით როგორც რიგითი ქრისტიანები, რიგითი ქართველები და თქვით თქვენი სათქმელი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამას არ ჭირდება არავინ. აი თამარ ჩუგოშვილი. როგორც კი მოეთხრია ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, მაშინვე თამარ ჩუგოშვილი მოისვა გვერდით. რჩეველად. შემდეგ პარლამენტში დასვა, შემდეგ მისნაირი მიყვა დინარაძე, მიყვა თალაკვე. აი ეს არის, აი მე გეუბნებით რა, რომელიმე ჩემმა მეგობარმა სიტყვა არ მიხსენოთ, რომელსაც მართლა პატივს გქცევთ, თუ არ გაგინოთ, რისი ღირსიც ახართ თავიდან ბოლომდე. აქამდე ხო მოიტანა თქვენმა აი ამ წაყრუებამ ბიძინამ ეს არის, ყველაფერი კარგად იცის, კი არა, მთავარი იდეოლოგი პედერასტების არის ბიძინა ივანიშვილი. სააკაშვილი ამდენს ვერ ბედავდა. ნაციონალები ამდენს ვერ ბედავდნენ, იმიტომ იცოდნენ, რომ ქართველი ერი იყო ზღვარზე მისული, პიკზე, გამწარების და ამას აღარ მოუვდნენ. ამათმა ცოცხს არ გიკეთებთო, ქუჩაში არ გხოცავთო და თუ ამას არ გიკეთებთო, სამაგიეროდ პედერასტებს მოგაჭერთ თავზეო და იჯეკით ბატონო, მაშინ ვიცხოვროთ ასე, ვიცხოვროთ მონებივით, სულში ჩაფურთხებული მონებივით. კი ბატონო, გინდათ, მაშინ ვინოხერი რა. ადამიანურად გეუბნებით, ხვალ კონკრეტულად 2019 წლის 4 აპრილს კენჭი ეყრება ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელი კანონის წინააღმდეგაც არის აბსოლუტურად ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა. და თუ იქ გამოსვლა და დგომაგეზარებათ, რომ ეს გამოხვიდეთ და ღიად თქვათ,
მაშინ თქვენ არც მართლმადიდებლები ყოფილხართ, არც ქართველები ყოფილხართ, არც ქრისტიანები ყოფილხართ, არც სამშობლო ყვარებიათ და მხოლოდ წუწუნი შეგძლებიათ უკანასკნელი დედაკაცებით რა. ვინც იმსახურებთ ამ ყველაფერს მიიღეთ ბოლომდე. იმსახურებთ და იმიტომ რა. აი, ადამიანურად გეუბნებით. სხვანაირი ამ ყველაფერს ახსნა განმარტება არ გააჩნია რა. მეტი რაღა უნდა გაგიკეთოთ. იქ გამოდის თმაგაჩეჩილი ყობაშიძე, მისი ნაბიჯვარი, მის მამა, რომელიც იყო კიტოვანის პირველი მარჯვენა ხელი, რომელმაც ეროვნული ხელისუფლება იარაღით ხელში დაამხო, შვილი გამოდის და ამბობს, რომ მან არ იცის ეროვნული ცნობიერება რა არის და მე გამსახურდია საფლავზე გარბის, აგერ გუშინ წინ იყო დაბადების დღე გამსახურდიაში. იქ იყო ათრეული დილას ყვავილები დააწყო და დღეს გამოდის და პარლამენტში ამნაირ რაღაცას ამბობს. აი ესეთები არიან, ესეთი არის ბიძინა ივანიშვილი. ასეთი არის ქართული ოცნება, ასეთი არის სოროსის ვირთხები და გვინდა ბატონებო ვიცხოვროთ? ასე სულში ჩაფურთხებულებმა გვინდა ასე ვიყოთ? ნუ რავის თავს ნუ დავამადლებთ რა. თუ ვინმე სადმე იდგა და თუ ვინმე რამე როდესმე გააკეთა, ყველაფერი მისი თავისთვის უნდა გააკეთოს. და ამ ქვეყანაში, ამ ჩვენ სამშობლოში, რომელსაც საქართველო ქვია, ჯერჯერობით ქვია, თუ არ გაგვაესკიმოსეს თავიდან ბოლომდე, ხო? ასეთი დუმილი და ესეთი სილაჩრე და ასეთი წაგვართვეს ეროვნება. პასპორტიდან ამოგვიღეს ეროვნება, ამოგვიღეს მამის სახელი, როგორც პრიუტიდან აყვანილ ბავშვს. შეგვიცვალეს კანონი რელიგიის შესახებ და ვინც გინდა ის იყავი რა მნიშვნელობა აქვს და როგორ გინდა მთავარი არის, ყველას ერთი უფლება გაქვს. ესე მართლმადიდებლური ეკლესია ეს უნდა და ეს სექტები ერთი უნდა იყვნენ. გირჩი, ანუ ეს დებილი ჯაფარიძე და ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია თურმე ერთი უნდა იყოს. წაგართვეს ყველანაირი ადათი, წესი, ტრადიცია ჩამორჩენილობად ჩაითვალა. და მე სუფრაზე მოხვდებით და ცრემლებს გადმოღვრით და მე გული მწყდება რას შეეჭირენ ეს ხალხი. აი რას შეეჭირენ ჩემი ძმები, ჩემი მეგობრები, ჩემი ნათესავები, ჩემი უძვირფასესი ადამიანები, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი დადეს და არაერთ გმირს პირადად ვიცნობდი. იმას შეეჭირენ, რომ ასეთი საქართველო ყოფილიყო და ასეთ საქართველოში გვეცხოვრა. არ გინდათ ბატონო, სხვისი ხელებით გინდათ? მაშინ ღირსი ხართ, რომ სულ ყველა მიცხოვროთ უგოშვილის საქართველოში. ყველა ღირსი ხართ, რომ იცხოვროთ სოროსი, ლიბერასტი, პედერასტების საქართველოში და სხვის მოყვანილს სანამ დაელოდებით სახში, აი, როდესაც მოგადგებიან და სახშიც ვეღარ აწევთ იმ ჭიქას, ქართულს და მართლმადიდებლურს და ქრისტიანულს, აი მერე ვილაპარაკოთ დანარჩენს. არ ვიცი, შეიძლება ცოტა ემოციურადაც გამომდის და ემოციის გარეშე მკვდარი არის უემოციო, საერთოდ, თორე ცოცხალი ადამიანი, ემოციური ადამიანია და ასე იქნება ყოველთვის მით უმეტეს, ვისაც მისი ქვეყანა ეძვირფასება და მე ყოველთვის კითხვას უსვამ ერთ რაღაცას. და დააკვირდით ადამიანებო, ტრიბუნაზე იდგა კაცი, რომელმაც საკუთარი სამშობლოსთვის სისხლი, სიცოცხლე არაერთხელ გაიყო, მეგობრები, ნათესავები, ფრჩხილები შეინარჩუნა, ხეობა და ვიღაცა პედერასტების დედა ტერეზა თამარ ჩუგოშვილი ზემოდან დგას და მენტორული ტონით ასწავლის, რომ ასე მოიქეცი, ისე მოიქეცი. მასე ელაპარაკე დედაშენს სახში, გაიგე? და მასე ელაპარაკე ბიძინა ივანიშვილის სახში რა. ბიძინა ივანიშვილის შენირებოს ათითაუროთ. ხოძანგულზე გვხვდება, დინებაც, ლანძღვას, უარესს მიიღებთ. უარესს მიიღებთ. თავიდან ბოლომდე გეუბნებით, ჯერჯერობით, კიდე ვერ გაგიგიათ თქვენ ქართველიები, ვინა ყველა ხელისუფლებების უდიდესი დანაშაული ის იყო, რომ ისინი არ იცნობდნენ საკუთარ ერს. არ იცნობდნენ. იმიტომ რომ თვითონ არ იყვნენ ქართველები აბსოლუტური უმრავლესობა. და ყველაზე დიდი პრობლემა დაშვებული იქნა ქართული საზოგადოებიდან, ძალიან მიმდობიერი ვარ და ძალიან მოსიყვარულეერი ვარ და ყველა ქართველს, ნამდვილ ქართველს, რომელსაც გულში აქვს ალალობა, ასე გონია, რომ აიქაც რო ქართული გვარის მატარებელი ისიც ასეთია. ისინი არიან შხამიანი გველები. აი, გინდათ აი ამ შხამიან გველებში აცხოვროთ შთამომავლობა, აცხოვრეთ ბატონო. მე არაფერი არ მეთქმის უბრალოდ. გეუბნებით ადამიანურად. არ ჭირდება ამას არც ორგანიზატორი, არ ჭირდება ამას არც ლიდერი, არ ჭირდება ამას არც არავინ. გიყვართ ქვეყანა? ხარ მზად თქვენი ქვეყნისთვის რამე გააკეთოთ? აგერაა პარლამენტი და გამოდით და დადექით მაინც რა. 91 კაცი მიყურეთ, ხო? შეიძლება ყველა არაა საქართველოში, ვინცაა საქართველოში. გამოდით და დადექით თუ გიყვართ თქვენი ქვეყანა. თუ არა და მე ქართველობაზე თავს ნუ დადებთ რა. სულ ფეხებზე მკიდია
ყველას პოლიტიკური ინტერესი რა და ამ კონკრეტულ ამ თემაში აი ამ არავის პოლიტიკური ინტერესი არა აკა ქართველი ერის პოლიტიკური ინტერესი რომელიც ყველას ფეხებზე კიდია აუცილებლად მოვალ მეც დავასაფლავებ მიცვალებულს და ჩამოვალ უკანვე დავბრუნდები და თქვენ გვერდით ვიქნები და რაც იქნება და როგორც იქნება ამას პროტესტი კი არ უნდა ამას თავზე დამხობა უნდა პარლამენტის თუ სიმართლე გინდა თავზე უნდა ემხობოდეს ახლა იმას პარლამენტი მაგრამ შეგვაჩვიეს ჩვენ ამას ყველაფერს შეგვაჩვიეს ამას რო შეგაჩვევენ და ამას რო კანონში გაგიправებენ ყველზე იქ რო გამოვლიან და ტაშფანდურს გამართავენ პედერასტები და 3-4 ადამიანი რომელიც შეეწირება ამ ყველაფერს შეეწირება როგორც საფრანგეთში მოხდა ისე მოხდება და საფრანგეთში მოხდა ის რომ თავდადებული დომენიკო ვენერო რომელიც პატრიარ არ ვიცი რას არ უძახიან რა თავის წოდებაში თავისი ორგანიზაციის წევრი იყო მაგრამ ევროპის უკანასკნელი სამურაი უწოდეს რომელიც შევიდა და ნოტერდამ დე პარიზს ეძახიან პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი სადაც თავი მოიკლა ამ სიბილწის გამო ეკლესიაში რომ საფრანგეთი რომელიც რენესანსის ეპოქის ქვეყანა იყო სოდომ გომორს ემსგავსებაო და მოიკლა თავი ასეთი თავგანწირვა ფრანგს და ევროპელს რომ ლანძღავთ იმათმა გააკეთეს და ჩვენ გამოსვლა გარეთ დგომა არ გვინდა მე ქართველობაზე ლაპარაკობთ და მე სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკობთ და ღმერთი გვარავდეს და წარმატებები Facebook-ზე აი ეს შეგიძლიათ მარტო იყავით სახში ჩასვრილი სულში ჩაფურთხებული ქართველები და მეტის ღირსი ხართ რასაც გაგიკეთებთ ჯუგოშვილი მეტის ღირსი ხართ ვისაც კაცობა გაქვთ ვისაც ქალობა გაქვთ ვისაც ფეხზე გავლა შეგიძლიათ ვისაც სამგზავრო ვისაც არა გაქვთ სამგზავრო ფული საღამოზე მე დაბრუნდები ურიზვალი რო ვიყო მე მოგცემ და მე დაგაბრუნებთ რეგიონებში საღამომდე დაბრუნდები თბილისში მითხარით მომწერეთ პირადში თუ ესაა თქვენთვის პრობლემა სული და გული დამანახეთ რომ ჩამოდით და დადეგით აქ თუ თქვენ ქვეყანა გიყვართ არ გიყვართ მარტო Facebook მარტო მაყურებლის როლში ხართ თეატრში არავის მონაწილეობა არ გინდათ ომზე ზედმეტია აქ ლაპარაკი აი ესეთი ლაჩრული საქართველო გინდათ თქვენ რა შეეხება ამ კოცებს მინდა უთხრა აუცილებლად მიიღებთ თქვენ ქართველი ერის რისხვას აუცილებლად რაც შეგპირდით აი ყველაფერი დასრულების წერტილზეა დამდგარი აი ყველაფერი რამდენიმე დღეში დავწერ და გამოვაქვეყნებ კიდე გამოსაქვეყნებელს ყველაფერს რა დავაქვეყნეს და იმ გაერთიანებას რასაც ვამბობდი ყალიბდება და ჩამოყალიბდება და ყველანაირი მეთოდებით დავითავთ ჩვენ სამშობლოს ყველანაირი მეთოდებით როგორც ჭირდება ამ ქვეყანას დაცვა ამას აუცილებლად მიიღებთ მაგრამ აი მაყურებლებს მინდა უთხრა ღმერთმა გაგიმარჯოს და კარგად იყავი და წარმატებები დაეგდეთ სახში სვით ყავა და ისეირეთ და სხვის დაცულ ქვეყანაზე იცხოვთ არც ერთი კომენტარი უბრალოდ არც ერთი მოწონება არ დავინახო და არც ერთი გაზიარება თუ ასეთი ნაძირალა ქართველი მე მეგობრებში მყავს ახლა და თუ რომელიმე ესეთი ნაძირალა რომელსაც ღირსება არ აქვს შერჩენილი მე არავის ვინც ხვალ არ მოვა ვისაც შეუძლია მოვიდეს და თავის ქართველობას და თავის ადამიანობას არ დააფიქსირებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაშენდეს საერთოდ Facebook-იდან კი არა ცხოვრებიდან წამშალოს ფეხებზე მკიდია სულ ყველა ერთხელ ხო ჩაგაფურთხეს სულში ხო მიიღეს ეს კანონი მეორედ ახლა გაფურთხებენ სულში მესამედ მაშინ ჩაგაფურთხებენ როცა გეი ფესტივალი ჩატარდება თბილისში მეოთხედ ჩაგაფურთხებენ როცა ქორწინება იქნება და მეხუთედ ჩასაფურთხებელი არაფერი არ იქნება თქვენს პედერასტები იქნებით თქვენს პედერასტები თქვენ შვილებთან ერთად და თქვენ მოუტანეთ ამნაირი საქართველოს თქვენ მომავალს იმით თქვენი დუმილით და თქვენი ლაჩრობით და თქვენი არაკაცობით და არაქალობით აი ეს არის ქართული სამოქალაქო საზოგადოება რომელსაც სეირის ყურების მეტი არაფერი არ უნდა კიდე ერთხელ ვეუბნები აი 100-ზე მეტი ადამიანი უყურებს ახლა ამ იმას ვიდეო მიმართვას ვისაც გაქვთ საშუალება და თქვენ ხვალ არ გამოხვალთ ამ კანონის წინააღმდეგ ხმას არ აიმახლებთ მე მინდა უბრალოდ ადამიანურად გითხრათ თქვენ ჩემთვის არც კაცი იქნებით კაცი და არც ქალი იქნებით ქალი კიდე ერთხელ გეუბნებით თუ ვინმეს გაქვთ სურვილი საშუალება არ აქვს იქნება ჩამოხვიდეთ აქამდე და მე მომწერეთ პირადში და მე მოგცემთ უყველა სამგზავრო ფულს უკან წასასვლელს ყველაფერს გავიღებ იმისთვის რომ თქვენ ოღონდ გული დაგვანახეთ ისეთი
როგორიც შეგვიძლია ჩვენ თუ ჩვენი ქვეყნისთვის უბრალო ხალხმა არ ვიბრძოლეთ და არ გავაკეთეთ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ არავინ არ გაგვიკეთებს არაფერს ესეთი მოღალატე იყო თავის დროზე შევარდნაძე ასეთი მოღალატე იყო სააკაშვილი ასეთი მოღალატე არის ბიძინა ივანიშვილი ასეთი მოღალატები არიან დღეს ხელისუფლებაში ვისაც აქ პრეტენზია რო ეს ასე არა გამოვიდეს და პირადად შემხვდეს და პირადად გავცემ ყველას პასუხს როგორც გითხარით ხვალ მიახლოებით 12 საათიდან ესენი 9 საათზე ვერ გაიღვიძებენ იმიტომ რომ ამათ არ ვიცი არა ტრადიციული სექსუალური კავშირები გააჩნიათ ჯგუფური დიდი ან პატარიანად დაკავდებიან მე როდის გამთენისას წამოდგებიან ფეხზე აქეთ იქეთ მოეთრევიან სადღაც 12 საათზე სადღაც 12 საათისთვის იზორიაც მოეთრევა სადღაც 2 საათისთვის რაღაცა იქნება ნუ ამათი გრაფიკი რო იცის ადამიანმა სადღაც საღამოისთვის ალბათ კენჭი ეკლება ამ ყველაფერს გეუბნებით სულ ყველას მე თვითონაც ვიქნები ხვალ დავმარხავ მიცვალებულს და დავბრუნდები უკან მეტი არაფერი არ მეთქვის მე და თუ საქართველოს მოსახლეობას ეს არ ადარდებს მაშინ ჩემი საქართველო გარდაცვლილი ყოფილა და მე დონკიხოტი ყოფილი ვარ მართლა ამ ქვეყანაში დარჩენი და ჩემნაირები ძალიან ცოტა ყოფილა რაც არ მინდა დავიჯერო იმიტომ რომ ეს ასე არა იმიტომ მე ვიცნობ თქვენგან განსხვავებით ჩემ ქვეყანას მე გეუბნებით თქვენ აი უშუალოდ პოლიტიკანებო თქვენ ნაძირლებო მე ვიცნობ ჩემ ქვეყანას თქვენგან განსხვავებით და მე მიყვარს ჩემი სამშობლო მთელი ცხოვრება გინდათ რომ ხვის გაკეთებულზე დაიწყეთ იქ მარშის ლანძღვა, იქ ბრეგაძის ლანძღვა, იქ იმის ლანძღვა. რა მოხდა? გამოვიდა იმ მარშმა თავისი საქმე გააკეთა. მიწა არ იყიდება. დაკანონდა. ერთკაციანთა ქორწილება აიკრძალა, იმიტომ რომ ჩაიწერა. ცოლქრის ერთობა, ამაზე ლაპარაკიც როგორ უნდა დაგჭირებოდა, მაგრამ მე ყველა გაძვრა, ყველა გამოძვრა, ვიღაცას შეუძვრა, ვიღაცას სოროსიდან ფული აიღო, ვიღაცა სოროსის ვირთხამ დაასაქმა, ყველაფერი ეს დადუნდა. და ახლა ჩემო კარგებო, ყველას გინდათ რომ იჯდა და იჭორავ. სანამ თქვენ ჭორაო, ეგრეთ წოდებული ქართველი პატრიოტები, მანამდე სოროსელები მის საქმეს აკეთებენ და გააკეთებენ კიდეც. და ყველა ყოველთვის გინდა ცხვისი ხელებით გაკეთებული. და თან უნდა ლანძღოთ. მეც უნდა მლანძღოთ. ჩემი ძმაც უნდა ლანძღოთ. ჩემი თანამოაზრეები ვინც გვერდით არიან ისინიც. ებზარკვიციანის უნდა ლანძღოთ და უნდა იცინოთ და უნდა იხარხაროთ. ჯერ რაზე ხარხარობ ვერ გამიგია. მებრძოლი მეომარი კაცი. სანდრო ბრეგაძეს უნდა ლანძღოთ. ასე ისე ძველ დროშია. აი საკებრები. აი თქვენი საკებრები, თქვენც იმნაირი პიდარასტები ხართ, რანაირი პიდარასტები ძიან მაშინ იქ. აი თქვენი განვითარებული ხალხსტუხიანი და აი თქვენი ევროპული საზოგადოება. და ესეთი გადილიშვილები. ვისზე მეტი ხართ რომელიმე. გარეთ ვერ გამოთხრეულ ხართ თქვენი შვილების მომავლისთვის, ომს ვიკითხავთ, ვერ დამდგარხართ ელემენტარული პარლამენტთან. და ხალხიც კაცები გონიათ თავი? აი ამნაირი არაკაცები რო ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, იმიტომ ვართ აქამდე მისული. გამოდით ბატონო. არ გინდათ ხვალ არავინ ლიდერი. არაფერი არ გინდათ. იქ არის პარლამენტი, იქ არიან ნაძირლები, მიდით და აგებიეთ პასუხი. და ვაგებიოთ ყველამ ერთად. ეს არის რეპეტიცია იმისი რა პიდარასტებისის რაც უნდა ჩატარდეს. ტაშპანდური. კიდე ბევრს გინდათ სეირი ნახოთ, რომ რამდენიმე ვიყოთ იქ, ზოგი გაჭერილი, ზოგი შეწირული, ზოგი და თქვენ იჯდეთ სახში და ვაიმე და მე აზიაროთ Facebook-ზე სურათები თავისუფლება ამას და იმას. გამოდით დაიცავით თქვენი თავი. დაიცავით თქვენი შვილების მომავალი. ჯერ კიდე სანამ გვიან არა. სანამ თლათ არ გადაგვარებულა ეს ქვეყანა. სანამ არ გადაგვერებულა. თუ როცა გადაგვარდება და როცა მომავალი დაგეფსებათ. მე უკვე სათქმელის არავიზი არაფერი არ გექნებათ. მოვლიან თქვენი შვილები თუ როდესმე მათში ქართული გაიღვიძებს ასეთი ანგლისპელიოს და საფლავში ჩაგაფურთხებენ. იმიტომ ჩაგაფურთხებენ რომ ხილსი იქნებით. შეგიძლიათ რომ როგორი საქართველოს თქვენმა მშობლებმა დაგიტოვეთ ისეთი საქართველოს მაინც შეგენარჩუნებიათ იმაზე დიდი და აღორძინებული თუ არა მინიმუმ ისეთი მენტალური ქართული საქართველოს შეგენარჩუნებიათ თქვენი შვილებისთვის. ამოსახრელი იქნებით სულ ყველა საფლავებიდან და ჩუგოშვილებზე ვარესები იქნებით. ჩუგოშვილი ვაშკაცია თქვენთან შედარებით. სოროსის ვირთხაა და ამდენს ბედავს. აგინებს რწმენას, რელიგიას, გაფურთხებს სულ ყველა სულში
და ხელუხლებლათაა და დეპუტატის მანდატით და თქვენი ნდობითაა იქ. აი ასეთი საქართველოა დღეს. აი ასეთი ქართველობაა დღეს. ერთხელ თავის დროზე რაღაცაზე ამასთან მომივიდა კამათი ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით და მე ვთხარი რომ ბერძნები მეთქი ისე არ გავენ ძველ ბერძნებს კატალოგს თქვა და მომიბრუნდა და ისე როგორც ჩვენო ჩვენი თანამედროვე საქართველოს ძველ ქართველებსო და მეწყინა მაშინ, მაგრამ ვერ შეუბრუნე ენა, იმიტომ რომ მამა უფროსია, გამზარდა, სიცოცხლე მაჩუკა და ჯერზე მეტი განათლებულია. და რო დაუკვირდი დროთა განმავლობაში, რო უკვირდები, მართლა ისევ გავარ ჩვენ წინაპრებს, როგორც კატალონს და უღირსი შთამომავლობა ვარ ჩვენი წინაპრების. ასეთი რაღაცები რუსებმა რო იკადრეს თავის დროზე, ეგზარხოსება, როდესაც ჩამოგვართვეს ასეთ იმათ სხვათა შორის არ უკადრებიათ. მათ მართალია ჩამოგვართეს ჩვენ ეკლესიის დამოუკიდებლობა, მაგრამ იმათ არ უკადრებიათ ის რომ აი რასაც ესენი კადრობდნენ რომ სოდომური ცოდვის ქადაგება დაიწყო საქართველოში. აი ეს ეგზარხოსები დახოცილი იქნენ სხვათა შორის თბილისში. და გამოვიდნენ ამის გამო და ერი დაწყევლეს. და შეედარეთ ახლა თქვენ ეკლესიას გართმევენ კი არა. ავტოკეფალიას გართმევენ კი არა. თუ რამე ეშმაკეულია, თუ რამე პედერასტულია, ყველაფერს გაძალებენ და კი არ გავალდებულებენ იცხოვროთ და შვილები აცხოვროთ. აი ჩუგოშვილისნაირი მათხოვრები. აი მისნაირები. გინდათ ამნაირ საქართველოში ცხოვრება, აჭი ღირსი ყოფილი ვარ და ვიცხოვროთ ამ ყველაფერთან. არა მაქვს არავის კომენტარების წაკითხვის თავი, მოკლედ ხვალ არის ასეთი სიტუაცია. ვისაც გაქვთ სურვილი საკუთარი შვილების მომავალი, საკუთარი ქვეყნის მომავალი ღირსება საკუთარი დაიცვათ, აგერაა პარლამენტი, აგერაა ჩუგოშვილი, აგერაა კოცები, რა ვიცი, ნაცები, თუ ვინმე დეგრადირებული არის და გამოდით და თქვით თქვენი სიტყვა თუ არა და ნურას დროს, ნურავენ დამიწერთ ნურაფელში რა, ეს წარმატებები და ღმერთი შენსკენ თქვენთვის შეინახეთ რა. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას თუ ვინმემ არ იცოდით, გაიგეთ და ხვალ გასაკეთებელს გააკეთებდა. თუ არ გააკეთებდა, ლაჩრებივით, სახში დაждდებით. ერთი თქვენაერი ქართველებისიც რა.